თაკო, გახსოვს წლების წინ ერთ მნიშვნელოვან გასაუბრებაზე რომ მივდიოდი და ბოლოს რო აღარ წავედი? კი, ნინო, მახსოვს. და გახსოვს ჩემი არგუმენტები? ძალიან კარგად მახსოვს, შენი არგუმენტი იყო ის, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, რაც მინდა მე არ მაინტერესებს კალკულაციები, ანგარიში, გათვლები. ჩემი საქმე არის ადამიანებთან ურთიერთობა, მათი სწავლება, განვითარება, იმ შედეგის დანახვა, რომელსაც ვაღწევ ამ ჩემი ძალისხმევის შედეგით ადამიანებთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. თუმცა ის გამოთვლები ამას არ გამორიცხავდა ალბათ. კი, გამოთვლები ამას არ გამორიცხავდა და რეალურად ეს იყო შესაძლებლობა რაღაცა ახალი უნარების შეძენის, თუნდაც წინსვლის და ამიტომაც პირველ ეტაპს დავთანხმდი. სიხარულით მივიღე ეს შემოთავაზება, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა და ბოლო ეტაპზეც უნდა გადამედგა ნაბიჯი, უარი ვთქვი. და ზუსტად მახსოვს ადამიანების გაოცებული სახეები, რომ როგორ, რატო თქვი უარი და ეს იყო რა ჩემი არგუმენტი, რომ მე უფრო სწავლა-განათლების კუთხით ვხედავ ჩემ თავს, მე ეს არ მინდა, თუმცა გავიდა წლები და დღეს ამ ამბავს მე სულ სხვა თვალით ვუყურებ და მინდა გამოგიტყდე, რომ შემეშინდა. ნინო, ძალიან საინტერესოა. არ ველოდი, რომ ეს იყო შიში. თუმცა რაღაც მომენტში ალბათ გასაგებია, მაგრამ რისი შეგეშინდა კონკრეტულად? ეს ჩემი არგუმენტები იყო თავის მართლება და მე შემეშინდა წარუმატებლობის. მე შემეშინდა კრიტიკის. და კიდევ რისი შემეშინდა, იცი რომ ჩემი წინამორბედი რომ ასეთი კარგი იყო, მეც ასეთი კარგი ვიქნები და რა გამოვიდა რომ შიშმა უკან დამხია ამ კონკრეტულ მომენტში. მართალია არ ვნანობ, ბევრი რამ სხვანაირად წავიდა ჩემ ცხოვრებაში და ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ. თუმცა ესე პრაგმატულად რო შევხედო იმ კონკრეტულ მომენტს, მე შიშმა უკან დამხია და ის შესაძლებლობა დამაკარგვინა. ნინო, ხო, შიში ალბათ ყველას გვაქვს. უბრალოდ ნამდვილად ყველას გვაქვს და სხვადასხვა ფორმა აქვს შიშს, ხო? ეს შეიძლება იყოს როგორც შენ თქვი, წარუმატებლობის შიში, ის რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი, ის რომ ვიღაც გამაკრიტიკებს და ასე შემდეგ. უბრალოდ ამაზე ადრეც გვისაუბრია და ალბათ კიდევ ბევრს ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია ეს შიში გამოვიყენოთ. ეს შეიძლება იყოს გზამკვლევი წარმატების და ის იყოს ასევე ის, რაც დაგვაკარგინებს შესაძლებლობებს, როგორც შენ თქვი. და როგორ გამოვიყენებთ ამას, ეს არის საინტერესო. ჩვენზეა დამოკიდებული, ხო? შიში ბევრ რამეს გვეუბნება, თუ კი მოусმენთ. ხშირ შემთხვევაში შიში გვარიდებს საფრთხეს. და ეს ძალიან კარგია და გონივრულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უკვე გვაკარგვინებს შესაძლებლობებს და ამ გადმოსახედით მე სხვანაირად მოვიქცეოდი. პირველ რიგში ხმამაღლა ვიტყოდი, რომ ნინო, შენ გეშინია და ეს არის წარუმატებლობის შიში. მეორე, გადავდგამდი ნაბიჯს და ცოტას ვიმეცადინებდი, რაღაცა სავარჯიშოებს გავაკეთებდი, რომელიც ამ კალკულაციას მოიცავს და ასე შემდეგ. მოვემზადებოდი და მესამე, აუცილებლად მივიდოდი იმ საბოლოო ეტაპზე და ჩემ თავს გამოვცდიდი. შეიძლება შედეგი არ ყოფილიყო ის, რაც მე მინდოდა, მაგრამ მეცოდინებოდა მაინც, ხო, სად ვარ ამ მომენტში და რა შესაძლებლობები მაქვს და რისი განვითარება შემიძლია. ანუ შენ თავს მისცემდი მაგის საშუალებას. კი, მივცემდი სწორი გაცნობიერების და დასათაურების შემდეგ, აი რომ დავასათაურებდი ამ შიშს, აუცილებლად მივცემდი ჩემ თავს ახალ გამოწვევასთან შეჭიდების საშუალებას, თორე ეს შიშიო ხერია და ეს მაჯლაჯუნები სულ დაგყვება, ხო გახსოვს ჩვენი წინა ეპიზოდებიც? კი, ნინო და გეთანხმები დასათაურება და ამოცნობა არის პირველი ნაბიჯი და შემდეგ როგორ მართავ ამ შენს შიშს, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. შეიძლება მართლაც რო შიში არ ყოფილიყო და მართლაც სხვა რამე გაფერხებდა და მართლა სხვა ინტერესი გამოძრავებდა, მაგრამ ის მაინც გეცოდინებოდა ეს იყო შიში თუ რეალურად შენი არ სურვილი იმისა, რომ იმ გასაუბრებაზე წასულიყავი. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ კარგი იქნება თუ დავუბრუნდებით ამ თემას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას ჩვენ შემდეგ ეპიზოდში. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, გამოყვევით, გვიყურეთ, გვისმინეთ და ერთად გავცეთ პასუხები შემდეგ კითხვებს, სად ბუდობს ეს შიში, რას გვეუბნება შიში, უკან გვხევს თუ რეალურად საფრთხეს გვარიდებს.